თუ გაციებული ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა მოვერიდო ფიზიკურ დატვირთვას, ან ვარჯიშს, რადგან ამან შეიძლება შენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს. კი ყველაფერი სწორად გაიგეთ, ისეთმა მარტივმა რამაც კი, რაც არის ზედასასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, შეუძლია გამოიწვიოს გულის კუნთის ანთება, რასაც მიოკარდიტი ჰქვია, და ამ ყველაფრის რისკი იზრდება მაშინ, როდესაც ჩვენ გაციების ფონზე მძიმე ფიზიკური აქტივობით დავკავდებით. ამ ყველაფრის მიზეზი კი მარტივია. ორგანიზმი გაციების დროს ისედაც ებრძვის ვირუსულ ინფექციას, დამატებით ფიზიკური სტრესი კი ვარჯიშის სახით ორგანიზმს ართმევს იმ ენერგიას, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ვირუსთან ბრძოლაში. ამასთან, როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება, ის რა თქმა უნდა გაივლის გულსაც და როდესაც ჩვენ ფიზიკური დატვირთვით ვაიძულებთ გულს, რომ უფრო სწრაფად და მეტი დატვირთვით იმუშაოს, რაც ამარტივებს ვირუსის გულის ქსოვილში შეჭრას და მისი ფუნქციის მოშლას არითმიების, კუმშვადი ფუნქციის შემცირების და უკმარისობის სახით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვირუსული მიოკარდიტი დასაწყის ფაზაში შეიძლება უბრალოდ ზოგადი სიმპტომებით მიმდინარეობდეს, რაც მაგალითად გაციებას და სისუსტეს ახლავს. შესაბამისად, საკმარისი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ცუდად ყოფნის პერიოდში დაისვენოთ და ვარჯიშის ინტენსივობა შემდეგ ეტაპობრივად გაზარდოთ.